ლუგარის კვლევის ცენტრს დღეს დიპლომატები ეწვივნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ელჩებთან ერთად კვლევის ცენტრში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეკა გაგვაც დაესწრო შეხვედრას. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რიჩარდ ლუგარის კვლევით ცენტრს ათვალიერებდნენ. როგორც ცნობილი არის, ამ ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები, ასევე ეპიდზედამხედველობა ინფექციურ და არაგადამდებ დაავადებებზე. ასევე ცნობილია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უცხოურ და განსაკუთრებით რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიაში გამოყენებული იარაღი შესაძლოა დამზადებული ყოფილიყო სწორედ ამ ლაბორატორიაში. ეს ინფორმაცია დღეს საელჩოების წარმომადგენლებმა გადაამოწმეს. ეს არის უმაღლესი დონის ობიექტი, რომელიც უპრეცედენტოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევრაზიაშიც. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ლაბორატორიის გამოყენება ხდებოდა არალეგალური მიზნებისთვის. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის სამეცნიერო ობიექტი და აქ სრულდება მნიშვნელოვანი სამუშაოები საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ, რა სამეცნიერო კვლევები, რა პოტენციალია ამ დაწესებულებაში დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ლუგარის ცენტრში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ მეტად განვითარდება. ინტენსიური სიხშირით გვესმის ხოლმე მოსკოვიდან ეჭვები, სწავლობაზე რომ აქ რაღაცა ასე ვთქვათ საშიში მოძრაობებს ადგილი. ჩვენი პასუხი გახლავთ ის, რომ ეს ღიაა, ყველასათვის ჩამოგზავნით, დაათვალიერეთ, მიიღეთ მონაწილეობა. უცხოელ დიპლომატებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მასპინძლობდა. დავით სერგეენკომ თავისი რუსი კოლეგაც დაპატიჟა ლაბორატორიის დასათვალიერებლად. ნებისმიერი თავის მართლება, თუნდაც აბსოლუტურად მართალი იყო, უკავშირდება რაღაც პლანის პოზიციას. ეს არის უბრალოდ გაცნობითი ტური. ჩვენ ადრევე შევთავაზეთ ჩემს კოლეგას პატრონიჩა ევენშენკოს, რომ ჩამოგზავნებული იყო თვითონ დაეთვალიერებია, ასე რომ ეს არ არის რაღაც ესეთი დემარში, რომ აი ნახეთ, ყველაფერი კარგად არის. ეს არის უბრალოდ გაცნობითი ტური. საქართველოს ხელისუფლებამ მზად არის, რომ აქ მოვიწვიოთ ნებისმიერი უცხოელი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რაიმე სახის კითხვები გააჩნია ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რაღაცა უკანასკნელ ხანს პრესაში იყო რაღაც სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად საღასრთან არ მოდის შესაბამისობაში. როგორც უკვე აღნიშნეთ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ლაბორატორიაში. ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ ამერიკის ელჩმაც მიაწოდა.